დოქტორი გიორგი ხატიაშვილი ჩვენთან ერთად. გიორგი, დილა მშვიდობისა. სალამი, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. რაც გვეუბნება გუშინდელი შეხვედრა რუსეთსა და უკრაინას შორის და ის მემორანდუმი, რაც ჩვენ ნახეთ, ტასმა გამოაქვეყნა რუსეთის მხარის მიერ, ესე ვთქვათ, შექმნილი დოკუმენტი, სადაც საუბარია კვლავ დენაციფიკაციაზე, დემილიტარიზაციაზე, მნიშვნელოვან შეზღუდვებზე უკრაინული სახელმწიფოს არსებობაში. როგორ შეაფასებთ ამ დოკუმენტს? კი ბატონო, ესე იგი გამიკვირდა რუსებს არ ახასიათებთ ესეთი საჯაროობა და არ ეგრეთ წოდებული გაჟონვაც არ ყოფილა, ანუ ოფიციალურმა სახელმწიფო სააგენტომ ყველა მუხლი, ანუ უბრალოდ მთელი დოკუმენტი გამოაქვეყნეს. ეს გამიკვირდა, მაგრამ თქობა ესე ჩათვალეს საჭიროდ. რაც შეეხება როგორ ვაფასებ ამ დოკუმენტს, პირველ რიგში ალბათ ის ხო რა თქმა უნდა ეს არის მაქსიმალისტური მოთხოვნები. მაგრამ იგრძნობა თანმიმდევრულობა, ხო? არაფერი როგორც შენ აღნიშნე, არაფერი სტამბულიდან დიდად არ შეცვლილა. იმის მეტი რომ ალბათ მეტი ტერიტორიული ანექსიის მხრივ სტამბულში ხერსონს და ზაპოროჟიეს არ ითხოვდნენ წესით, თუ სწორედ მახსოვს თუ. ნუ მოკლედ ტერიტორიული მადა გაიზარდა და შესაბამისად იმის მიღმა იგივე მოთხოვნებია, რაც სტამბულში. ამითი ალბათ პუტინს იმის ჩვენება უნდა ერთი რომ არანაირი კომპრომისი და მეორე ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მემკვიდრეობის შექმნა, რომ აი რაც სტამბულში დავიწყეთ და თქვენ გაწყვიტეთ და ნუ აქ მათი ასე ვთქვათ, აი იდეოლოგიური ხაზია, რომ აი ბრიტანელების რჩევით რომ გაწყვიტეთ და კიდე 3 წელია ომობთ, ახლა უარეს მიიღებთ და მე ერთი ნაბიჯითაც არ დავიხევ უკან. ხო, ცეცხლის შეწყვეტაც კი იმ დოკუმენტში როგორ არის, ხო? ორი ვარიანტი, ერთი არის რომ რაც მას ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში აქვს ნათქვამი, რომ ევაკუაცია უკრაინის ჯარის იმ 4 ოლქიდან, რომელსაც რუსეთი თავისად მიიჩნევს, ან და მეორე პაკეტური შეთანხმება, იქ ძალიან დიდი მუხლებია, რომ ესე იგი ჯარის გადაადგილება, უკრაინას უნდა შეეზღუდოს საგარეო დახმარება, სამხედრო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ალბათ ყველა მოლაპარაკება მაქსიმალისტური მოთხოვნებიდან იწყება. ეხლა რას დათმობს და აქედან რასზე წავა რუსეთი კომპრომისზე, სხვა საკითხია, თუმცა ჯერჯერობით ამ დოკუმენტით რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა. ან უკრაინა დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, ან როგორც თქვა პრესაში დაიწერა მეძინსკიმ წინა შეხვედრაზე უთხრა, რომ გზად ვართ 21 წელი ვიომოთ, როგორც შვედებს ვეომეთ. ხო, მეძინსკი შეპყრობილი არის ამ ისტორიციზმით უნდა ვაღიაროთ და მისი ყოფნა თავისთავად რომ ამ დელეგაციას მეძინსკი ხელმძღვანელობს რაღაცნაირად აი ჟდანოვშინას გამეორება რაღაცნაირად აი ამ შინაარსის კომუნიკაცია არის, ხო, იდეოლოგიური მიმართულების პროპაგანდისტით არაც თავარია. ეს უკვე ბევრს ამბობს. ხო, ფსევდო თუ არა ფსევდო, მაგრამ მე მგონი განხილული რუსეთის კულტურის მინისტრი არა, პუტინის გარემოცვაში ამ ხა ოლიგარქების და აი ამ სილავიკების გარემოცვაში წერა-კითხვის ცოდნა კაცად ითვლება ნამდვილად. მე რა რომ მისი ყველა დისერტაცია ბრალდებულია იმაში რომ საიდანღაც არის მოპარული. ამის მიუხედავად მაინც განათლებულ კაცად ითვლება. ეს დოკუმენტი მოიცავს მათ შორის ისეთ მუხლებს, რაზეც ჩვენ გვინახავს და მოგვისმენია რეაქცია ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისაგან, ხო? განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ამერიკელი პარტნიორები. აი მაგალითად, როცა საუბარია, როცა რუსეთი ითხოვს იმ ტერიტორიების დათმობასაც, რომელიც ჯერ არ დაუპყრია, ხო, სადაც ჯერ კიდევ დგანან უკრაინული ჯარები. ამაზე აი ყველაზე ისეთი რადიკალური მიმართულებით და რა ვიღოთ, JD-1-ს შეფასება ვნახეთ, რომ ეს სიგიჟე არისო, ხო? შესაბამისად, რა შეფასებებს შეიძლება ველოდოთ, ან რა შეიძლება რა რეაქციას ექნებათ ვაშინგტონში აი ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. არის ეს ის რისკენას ტრამპი მოუწოდებდა რუსებს? ნუ ეს არის პირველი ნაბიჯი ალბათ და ის რომ უკვე ეს უნდა ვაღიაროთ ტრამპის უდიდესი დამსახურება იმ კუთხით, რომ 3 წელი ხო მოლაპარაკებების მაგიდაზეც არ დამჯდარან და იგივე ის ჰუმანიტარული საკითხები რაც შეათანხმეს, როგორც გაირკვა ამერიკის პრეზიდენტის ზეწოლა იყო საჭირო, რომ დამჯდარიყვნენ და ტყვეების გაცვლა და დაჭრილების გაცვლა და ბავშვების მოძებნა და ასე შემდეგ. ამ საკითხებზეც კი როგორც ეს 3 წელი არანაირი ან მიდიოდა ძალიან ისეთი ფერმხტალი დიალოგი. ამის მიღმა რაც შეეხება შეფასებას, რა თქმა უნდა, ეხლა მოთხოვნა რომ არა მარტო ის რომ დათმო რაც უბრძოლველად, ეს არის განსაკუთრებით ხო დონეცკში, ეს არის ყველაზე გამაგრებული ნაწილი, ხო, და ახლო ის რაც თქვა 3 წელი და
4 წელი ჭირდება რუსეთს რომ 10 მეტრი დაიკავოს. ანუ ყველაზე გამაგრებული პოზიციები უკრაინის თქვათ ფრონტის ხაზის ესე ერთბაშად მოახდინოს ევაკუაცია უკრაინამ. ხო გაისმის კითხვა რატომ? ну რუსეთის პასუხია რომ მაშინ ვიომებს, მაგრამ უკრაინის პასუხი შეიძლება იყოს რომ ვიომებთ და თქვენ 10 წელი შეიძლება დაგჭირდეთ ახლა კრამატოვსკის და სლავიანსკის ასაღებად კიდე, ხო და შესაბამისად ეს მაქსიმალისტური მოთხოვნები დაიწყება. თუ რამე გამოვიდა, რა თქმა უნდა, ამას მოდიფიცირება მოხდება, თუ რამე გამოვიდა, შანსი მაღალი არ არის რომ რამე გამოვიდეს, იმიტომ რომ არ ამგონია რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა უნდოდეს და არ ამგონია უკრაინას ამ პირობებით უნდოდეს ცეცხლის შეწყვეტა. შესაბამისად ძალიან მიუხედავად ამერიკელების უდიდესი მცდელობისა, მაგრამ ამერიკელებიც ხო რას იძახიან, რომ ან რაღაცას შეთანხმდით, ან მე გავდივარ თამაშიდან. ეს გახლაც ჩვენ განვიხილია რა და როგორ შეიძლება იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან დაბალია შანსები, რომ რამეზე შეთანხმდნენ. გარდა აი ეს დიდი მიღება, რომ ეს ჰუმანიტარული შეთანხმებები აქვს, რომ დაჭრილები, ბავშვები და ასე შემდეგ. ევროპელების როლი როგორ შეიძლება დავინახოთ გიორგი ამ ყველაფერში. იმიტომ რომ აქ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განხილვის საგანი იყო, მათ შორის არის რუსეთის ტრადიციული მოთხოვნა ნატოს არ გაფართოება პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე. იმიტომ რომ ნატო აგერ გაფართოვდა ამ ომის მიმდინარეობის დროს შვედეთისა და ფინეთის სახით ზედ პეტერბურგს მიადგა ძალიან ახლოს, მაგრამ ეს ნაწილი როგორც ჩანს ზედ არ ადარდებს. აი ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ნატოს გაფართოება ყველაზე მძიმე რაღაცა არის, ну ყოველ შემთხვევაში ეს რიტორიკულ დონეზე პუტინისათვის. რეალური უსაფრთხოების დონეზე რომ არ არის ეს ყველა მიცის, ხო? ყველაზე უსაფრთხო საზღვრები მგონი ნატოსთან აქვს რუსეთს, მაგრამ ნუ ეს პროპაგანდისტულ დონეზე ეს ასე არის. თუმცა აი აქ უცნაური რაღაც შემოვიდა, ხო? ამერიკელები უფრო მოქნილები არიან აშკარად ამ მიმართულებით, თუმცა სათუა მგონი ასეთი დოკუმენტის შექმნა, გარანტიების მიცემა. აი ამ ნაწილს როგორ უყურებ? ხო ეგ სხვათა შორის ძალიან საინტერესო საკითხია, რომ პეტერბურგიდან ფინეთის საზღვარი ხა კილომეტრები არ მახსოვს, მაგრამ 200 თუ 200 ძალიან ახლოს არის და არასოდეს არ ხო გახსოვს ერთ-ერთი მიზეზი თქვათ ომის დაწყებამდე და ომიც რო დაიწყო, თქვა რომ აი ხარკოვიდან რაკეტა რამდენ ხანში მოფრინავს და იგივე ხა ესტონეთის საზღვრებს სმოლენსკ ფსკოვთან ესტონეთი ძალიან ახლოს არის, მაგრამ ეგ არასოდეს პრობლემა არ ყოფილა. ანუ აქ ერთ-ერთი პასუხი არის რომ უკრაინას ხო მარტო ის არ არის საზღვარი, უკრაინას განიხილავს როგორც იმპერიის შემადგენელ ნაწილად და ეს მას არაერთხელ თქვას რომ ის რაც იყო ჩემი ეხა ქმნიან ანტირუსეთს, მე არ დაუშვებ რომ და ნუ თulis რომ ის უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, რომ ხალხს უწამლავენ თქვა თვითშეგნებას და ქმნიან ანტირუსულ ერთობას და მე ამას არ დაუშვებ. ხო ეს იქით იყოს და რაც შეეხება ეხა ნატოს არ გაფართოების დე ფაქტო და დე იურე დე ფაქტო ომამდეც ეუბნებოდნენ რომ არ გაფართოვდება, აქ არის უკვე დე იურე, ხო ანუ ეს არის უკვე აი ეს ხელების გადაგრეხვის პრინციპი, რომ აი თქვით, დაწერეთ, თორე ისე რომ არ იღებთ უკრაინას და საქართველოს ნატოში, ესე ყველა ხდება, მაგრამ აი დაწერეთ, აღიარეთ, უკან წაიღეთ. ეს უკვე ხელების გადაგრეხვის პრინციპი, აი რამდენად დაზავლითი მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო მზად არის და ფაქტია, რომ არ იღებენ უკრაინას, აი დე იურე რამდენად მზად არის, ეს გამოჩნდება. ამერიკელები კელოგის სპირით და ნუ ტრამპის სპირით რაღაცა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რომ მზად არიან დე იურე აღიარონ რომ ნატოში უკრაინას არ მიიღებენ, ეს რა ვიცი საჯარო განცხადებების ანალიზით ჩანს. ხო ევროპელები თუ ამერიკელები ამაზე წავიდნენ, ხა ევროპელები შეიძლება არ წავიდნენ, მაგრამ ნუ ფაქტად დარჩება ეს. თუმცა გიორგი, აქ მეორე ისე რომ უკრაინაც მზად არის ამ მოლაპარაკების, ხო მაშინ ჯერ კიდევ 2022 წელს როცა ეს პროცესები იწყებოდა, მაშინაც ამბობთ აქ საუბარია რომ ალტერნატივა როგორც ანუ ნატოს მეხუთე მუხლის ალტერნატივა, ხო, უსაფრთხოების გარანტიების კუთხით. აი ეს არის მგონი მთავარი თემა უკრაინისათვის. ანუ უკრაინა ამ მოლაპარაკებებიდან არ გამოვა ამგვარი გარანტიის გარეშე, ანუ არ დაასრულებს ამ მოლაპარაკებებს და რუსეთი არ დაასრულებს ყველა შემთხვევაში რაღაცა პროპაგანდისტული საკვების გარეშე, რითიც გაამართლებს ამ ხელამ მსხვერპლს. ანუ აი ეს ორი რაღაცა საბოლოოდ უნდა შეთანხმდეს, ხო აქ? ეგ არის ალბათ ყველაზე რთული ამოცანა. ხა აქ ურთულესია იმ კუთხით, რომ ამ მემორანდუმშიც იყო უკრაინის ნეიტრალიტეტი და არანაირი სამხედრო დახმარება. მეორე მხრივ უკრაინა რასაც ითხოვს მეხუთე მუხლის გარეშე, ამაში ლოგიკა არის, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერჯერობით არც ერთი სახელმწიფო იარაღის მიცემის მიღმა, ხო მეხუთე მუხლი რა არის, ნუ პირობითად კონსულტაციები დაწყებული, თუ თავს დაგესხმებიან, ჩვენ უნდა რაღაცით დაგეხმაროთ. იარაღის მიცემის მიღმა არც ერთი, არც ევროპა და არც ამერიკა
არ არის მზად და ნუ ეს თქვა პოლონეთის არჩევნებიც ხო ამ თემის გარშემო არ იყო, მაგრამ ეს თემაც იყო ხო ბატონმა ნავროცკიმ პირდაპირ განაცხადა ხო რომ პოლონეთმა ვეტო უნდა დაადოს თუ ის დაადებს ვეტოს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და თქვა რომ უკრაინის ნატოში მიღება ეს არის რუსეთთან ომი და ეს ხო ხა ისეთ შეიძლება ითარგმნოს რომ ნებისმიერი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისადმი არის იმ სახელმწიფოს თუ ომი განახდა ის სახელმწიფო მე ალბათ რუსეთთან რაღაცა სამხედრო კონფრონტაციას უნდა შევიდეს. ამიტომ ეს დილემა რა თქმა უნდა არსებობს და არსად არ წასულა რომ ევროპას და ამერიკას რაც არის უკრაინას დაეხმაროს იარაღით, მაგრამ რეალური უსაფრთხოების გარანტიების მიცემა მათ ძალიან უჭერს გასაგები მიზეზის გამო, იმიტომ რომ მათ არ სურთ და რუსეთთან ესკალაცია. ხო, აქ უბრალოდ რაც შეზღუდვები არსებობდა შეერაღების ტიპთან და გამოყენების სივრცესთან დაკავშირებითაც უკრაინა ეს უსამართლობა ვნახეთ მათ შორის ხო ბოლო წლების განმავლობაში. ხო, ეს და ეხლაც ხო აი აძლევენ ამ ტაურუსებს, არ აძლევენ რეალურად თქვათ მოიხსნება, მაგრამ მაინდამაინც არისვიან. ხო, ანუ ეგეც ძალიან ისეთ საკითხია. ერთი არის პრესაში რა იწერება და მეორე არის რეალურად რა ხდება და ხო, ესეც ხო აი ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოყოლებული მიუხედავად იმისა რომ აი ტრამპიც და რა ვიცი სხვადასხვა წრეები აბრალებენ რომ აი ბაიდენის ბრალია ეს ომი და რაღაცა ყველანაირად ცდილობდა ამ ომის ესკალაციის შეჩერებას ანუ ის რომ უკრაინას კილომეტრებს უთვლიდნენ სად და როგორი იარაღის გამოყენება შეეძლო ეს ბაიდენის ერთ-ერთი ასე ვთქვათ შემაკავებელი ფაქტორი იყო რომ ეს ვთქვათ ხელიდან არ გაქცეოდა ეს ომი. ხო, თავის დროზე ტრამპმა მისცა სწორედ ანტისატანკო შეერაღება უკრაინას, თუმცა იმ პირობით რომ კიევში იქნებოდა დასაწყობებული. ანუ ეგეც ფრონტის ხაზიდან იქნებოდა შესაძლო, საიდან შეიძლება გამოიყენო, იქიდან იქნებოდა 1000-ობით კილომეტრით შორს. გიორგი, დასასრულისკენ უნდა წავიდეთ და მინდა ვიკითხო როგორ შეიძლება გაგრძელდეს აი მომავალ დღეებში რა შეიძლება ველოდოთ აი ამ მოლაპარაკებების კუთხით და რამდენად გაგრძელდება ამერიკელების აქტიური ჩართულობა. აი რა მოლოდინი გაქვს ამ სანამ იქნება მინიმუმ იმიტაცია მოლაპარაკებების, ანუ იმიტაციაში გულისხმობ, რომ ეს შეხვედრები მაინც იქნება, ხო? ალბათ ეხლა გაცვლიან ამ მემორანდუმს და ალბათ კიდევ ერთი შეხვედრა იქნება, რომ თითოეულმა მხარემ წარმოადგინოს თავისი ხედვა ამ მემორანდუმებზე. ამერიკელები ჯერჯერობით იქნებიან თამაშში და ჯერ არ ჩანს, რომ ეხლა ამერიკელები გასვლას აპირებენ. თუმცა ეს პროცესიც დიდხანს ვერ გაგრძელდება, ხა რამდენი ხანი შეიძლება უკვე ანუ იქამდე მიდის რომ აი უკვე უკრაინამ მოამზადა ქაღალდი, რუსებმა მოამზადეს დოკუმენტი და ეს გაიცვალა და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ რომ ეს არის დიამეტრულად განსხვავებული პოზიციები, აქ შეჯერებები შესაძლებელია თუ არის სურვილი კომპრომისის და ამ მოლაპარაკებების იმიტაციის მიუხედავად არ ვიცი ახლა რუსეთი არ ჩანს რომ აი ჯერჯერობით ერთ ნაბიჯს მაინც ითვლის, იმიტომ რომ განაცხადი არის რომ ან ამ 4 რეგიონს დაგვითმობთ, ან ვიომებთ. შესაბამისად მოლაპარაკებების ეფექტიანობის მოლოდინი ძალიან დაბალია სამწუხაროდ. და უცებ დავაზუსტებ, აი უკრაინელების სპეცოპერაცია რა შეცვალა თუ არა ტონი მათ შორის და მისცა თუ არა უკრაინელებს შესაძლებლობა რომ არ ილაპარაკონ რაღაცნაირად დაჩაგრულების კუთხიდან მხოლოდ, ხო? და მქონდეთ თავიანთი რაღაცის სივრცე მათ შორის მოლაპარაკებებისათვის. აი რა როლი თამაშა აი ამ ძალიან წარმატებულმა ოპერაციამ? ამ ოპერაციამ რა თქმა უნდა დაამტკიცა რომ უკრაინას შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება. ამან რუსების ტონი არ ვიცი ამ დოკუმენტით არ შეუცვლია ცხადია და არც რომც გრძნობდნენ რომ დასუსტებული არიან რა თქმა უნდა რუსები სუფთა პროპაგანდისტულად არ დაიხევენ უკან და მეორეს რა თქმა უნდა უკრაინელებს წმენა თუ გაუმტკიცათ რომ მათ შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა და ეს აქამდეც ხო იყო რომ ფაქტია 3 წელია წინააღმდეგობას წევენ. ხო, შესაბამისად უკრაინელებსაც არანაირი სურვილი არ აქვთ რომ ის რაც თვისაც რუსებს 10,000-ობით სხერპლი და მილიარდები დანახარჯი და 10 და 15 მეტრის ასაღებად იქ დონეცკში წლები ჭირდება, ეხლა ევაკუაცია მოახდინონ იქიდან და გადავიდნენ დნეპროპეტროვსკში, ხო? ეგ არ მოხდება და ვერ მოხდება, ხო? წარმოუდგენელია. შესაბამისად ორივე მხარე განსწვალულია და თვითდარწმუნებულია რაღაც დონეზე. ხო, რუსები დარწმუნებული არიან რომ თუ არ შედგა ვიომებთ, ავად თუ კარგად ვიომებთ
და უკრაინელები დარწმუნებული არიან, რომ თუ ზავი არ შედგა ვიომებთ, შეიძლება ხა რუსებმა 10 და 15 მეტრი წინ წაიწიონ, მაგრამ ეს რუსებს ისე ძვირი უჯდება და სულ ამერიკა ხა ბოლომდე არ გავლენ ამერიკელები თამაშიდან და რაღაც ევროპა რაღაცით დაგვეხმარება და წინააღმდეგობას გავწევთ. შესაბამისად ორივე მხარე ჯერჯერობით დარწმუნებულია, რომ მას აქვს არა მარტო ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა, არამედ ამ ბრძოლიდან მეტის მიღება და უკეთესი პირობების მიღება, ვიდრე მოლაპარაკებების მაგიდაზე. შესაბამისად, ამ ამოსავალი წერტილიდან ალბათ სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება. მადლობა ძალიან დიდი გიორგი ხატიაშვილი, მისისიპის უნივერსიტეტიდან საერთაშორისო ურთიერთობების